აზერბაიჯანმა კი დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა უკვე დაიწყო. აზერბაიჯანის საელჩოში დღეს საზეიმო მიღება მოეწყო. ეროვნული დღესასწაულის გასამართად გამართული ღონისძიების სტუმრებს შორის იყვნენ საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები. სიტყვით გამოვიდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, რომელმაც მიმართვაში მეზობელი ქვეყნების ისტორიულ და მრავალწლიან ახლო ურთიერთობაზე და სტრატეგიულ პარტნიორობაზე ისაუბრა. აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნულმა საბჭომ ქვეყნის დამოუკიდებლობა 1918 წლის 28 მაისს გამოაცხადა. დამოუკიდებლობის დეკლარაციას ხელი თბილისში მეფის ნაცვლის სასახლეში დღევანდელ მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის შენობაში მოეწერა. ვილოცავ აზერბაიჯანს და აზერბაიჯანის ხალხს დამოუკიდებლობის დღეს. ჩვენ ორ ერს აკავშირებს არა მხოლოდ ისტორიული ძმობა და მეგობრობა, არამედ აკავშირებს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნის კალენდარული სიახლოვე. და ის გზა, რომელიც გავიარეთ ორივე ერმა, ორივე ქვეყანამ, გარკვეული მსგავსებაც არის ამაში და რაც მთავარია, ამ გზის განმავლობაში მთავარია, რაც გამოარჩევს ჩვენს ურთიერთობას, არის ერთმანეთის გვერდში დგომა. ჩვენს ქვეყნებს შორის დიდი ხანია, წლებია უკვე არსებობს მეგობრული თანამშრომლობითი ურთიერთობები და ბოლო წლებში, მით უმეტეს ბოლო დღეებში ჩვენ ხედავთ, რომ ეს ურთიერთობები უფრო ღრმავდება და საქართველო და აზერბაიჯანი არის მეზობელი, სტრატეგიული მეგობარი ქვეყნები და ამასთან ერთად მე ვფიქრობ, რომ ჩვენი რეგიონის განვითარებისთვის აუცილებელი ფაქტორი არის, რომ საქართველოს და აზერბაიჯანის შორის ურთიერთობა გაღრმავდეს.